ამასობაში მოდის პოლიცია სოფო მელიქიშვილის მხრიდან უახლოვდება აქციის მონაწილეებს საბატულო პოლიციის მანქანები დავინახე ახლა მე კადრში გეტყვით კიდევ რა ტექნიკა გამოჩნდება საკმაოდ დიდი შემადგენლობით მოდის ახლა პოლიცია აქციის მონაწილეებისკენ მოყავთ წყლის ჭავლის მანქანაც ეს მოკლედ უახლოვდებიან ძალიან მალე პოლიცია უკვე იქნება ადგილზე ანუ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თუ არ ჩნდები მათ მოყვებათ წყლის ჭავლის მანქანაც კიდევ მორიგჯერზე ვიხილავთ პიროტექნიკას მოვიდნენ კადრში არ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის მოსული როგორც ჩანს და ნელ-ნელა პრინციპში უახლოვდებიან აქციის მონაწილეებს. თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ ხედავთ რომ პიროტექნიკას ისრიან სწორედ იმ მიმართულებით აქციის მონაწილეები. აი აქ შევჩერდეთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პოლიციის კორდონი დგას უკვე და მათ უკან მოყვებათ წყლის ჭავლის მანქანა. უკვე გვესმის ხმა რომ დაიშალონ თუ არა და დაშლიან. ეგეთი ხმა უკვე ისმის ამ დროისთვის. შესაბამისად ველოდებით რომ ძალიან მალე ახლა ეს პოლიციის კორდონი ფარებზე ხელკეტების ბრახუნით დაიძრება წინ აქციის მონაწილეებისკენ. ნახოთ ჯერჯერობით პოლიციის მხრიდან რაიმე მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. კი რომ სამდე ყუმბარებს ვერ გაისვრიან ხო მაგრამ ნუ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ფაქტია რომ მოვიდნენ ახლა აქციის მოსი ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ რა სურათსაც თქვენ ახლა თვალყურს ადევნებთ სურათი იგივეა აქედან პიროტექნიკა იქიდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები კვლავ აფარებულები ლოკაცია სხვა დილის 7 საათი და 18 წუთია. ამდენ საათიანი პროტესტის შემდგომ წინააღმდეგობა გრძელდება თბილისის ქუჩებში. დავითი ახსენებდა წყლის ჭავლის მანქანას, მე აქედან ვერ ვხედავ არის თუ არა მანქანა ამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების უკან, აქედან არ ჩანს. მოძრაობა გადაკეტილია. საფოგეს მისჩემი პირდაპირ ეთერში ხარ ისაუბროთ. კი, მოკლედ, კი, ნამდვილად არის წყლის ჭავლის მანქანაც მოსული და უკვე ველოდებით პოლიციის მხრიდან მოქმედებას. იმიტომ რომ გვესმის უკვე ხმა გამაფრთხილებელი, რომელიც აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომ დაშლის იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დაიშლებიან. აქციის მონაწილეები რო არ იშლებიან, მთელი ღამე ამას ადევნებს ფორმულას მაყურებელი თვალს და ისინი ახლა რომ მობილიზებულები არიან და დგანან უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ესეც იცით და გიჩვენეთ
რამდენიმე წუთის წინ. ველოდებით ახლა ღვინის ქარხანასთან დგანან პოლიციელები, მათი კორდონი სწორედ იქ არის გამაგრებული და ველოდებით მათ მოქმედებებს. ქვედა მხარეს სიტუაცია არის უცვლელი, ცეცხლიანთია იმ პირველ ხერგილთან, საკმაოდ ძლიერი. პოლიციაც დაიძრა. როგორც გითხარით, წამოვიდნენ, აქ იქნება ჯერჯერ ცოცხალი ძალა წამოვა ფარებზე ხელკეტების ტრახუნით, ასეც დამატებით პიროტექნიკას ისვრიან მიმართულებით. ცოტა ხნით ალბათ შეაფერხებენ მათ მოძრაობას. ეს იქნება ხოლმე, თუმცა მოგვიანებით გააგრძელებენ მიტინგების მიმართულებით. კიდევ დამატებით პიროტექნიკას ესვრიან და ნელ-ნელა პოლიცია იწევს მოდის მომიტინგეებთან. ძალიან ცოტა მანძილი დარჩა მათსა და მომიტინგეებს შორის, დაახლოებით 150 მეტრი. ნახოთ, შემდეგ უკვე პოლიცია უნდა გადავიდეს მოქმედებაზე. ალბათ დაიწყებს ცოცხალი ძალით დევნის ოპერაციას. შესაძლოა გამოყენებული იქნას წყლის ჭავლიც. ვფიქრობ და ვარაუდობ, რომ რამდენი ყუმბარა არ იქნება გამოყენებული, რადგან ის საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს, რომლებიც ვაკეში ცხოვრობენ. ნახოთ რა მოხდება. ძალიან დამოკლდა მანძილი სპეციალური დანიშნულების რაზმსა და მომიტინგეებს შორის. ზაქარია მურმანიშვილი არის ოპერატორი, ვისთან ერთადაც მუშაობ. ოდნავ ქვემოთ დავიხიოთ. უახლოვდებიან, როგორც ვატყობ, აპირებენ ცოცხალი ძალით დევნას, ამას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი. უკან მოყვება ნამდვილად მათ წყლის ჭავლის მანქანა, მაგრამ ჯერჯერობით ჭავლი გამოყენებული არ არის. ხედავთ, რომ პოლიცია განლაგდა მელიქიშვილის და გაგელიძის კუთხეში, მელიქიშვილის და გაგელიძის კუთხეში გამაგრდნენ ისინი. მათსა და მომიტინგეებს შორის უფრო მოკლეა მანძილი. ახლა შევიდა წყლის ჭავლის მანქანა, ახლა ჭავლს გამოიყენებენ. ხედავთ, თან პოლიციელები პარალელურად სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოირჩევიან აქეთა მხარეს, თითის ქნევით და მუქარით აღარ გავიმეორებ ცხადია რას. აი ხა უკვე გაუშვეს წყლის ჭავლი, ჭავლის მანქანა გაჩერებულია სწორედაც აქ გაგელიძის კუთხეში, მელიქიშვილზე დგას ზუსტად. ახლა წყლის ჭავლით შეეცდებიან, რომ ჩააქრონ ხან ცეცხლი, რომელიც უკიდია ნაგვის კუთხებს, რომელიც გამოყენებული არის ხერგი, ერთგვარი ხერგილია გაკეთებული ნაგვის კუთხებით და სხვადასხვა ნივთებით. ახლა ოდნავ წინ მიიწევა წყლის ჭავლის მანქანა, რადგან ჭავლის სიმძლავრე არ ყოფნის ცეცხლის ჩაქრობას. შემდეგ რა მოხდება, უკვე კიდევ დავველოდოთ და მოვლენების განვითარება. სავარაუდოდ დაიწყება დევნის ოპერაცია. ახლა ხედავთ, რომ პოლიცია ცდილობს წყლის ჭავლის მტყორცნელი მანქანის გამოყენებით ცეცხლის ჩაქრობას. ჭავლი არ არის, როგორც ჩანს, ისეთი ძლია, მიწვდა, როგორც ჩანს, მოუმატეს წნევას და ამ ფორმით ახლა შეეცდებიან, რომ გაანეიტრალონ იქ არსებული სიტუაცია, ცეცხლი ჩააქრონ და შემდეგ გადავიდნენ უკვე ოპერაციის მომდევნო ეტაპზე, რაც ნამდვილად შეიძლება რომ იყოს მომიტინგეების დევნა. ოდნავ ზემოთ ავიდნენ მომიტინგეები, ახლა მე მათ ვხედავ და ისინი დგანან მეორე კორპუსთან დაახლოებით. პოლიცია მოსახლეობრივი პოლიციელი ისევ განსაკუთრებულ დავალებას
დავალებათა დეპარტამენტი, ის დეპარტამენტი, რომელიც იდგა თბილისი მერიოდთან ამდენი საათის განმავლობაში ქვედა მხარეს რუსთაველის გამზირზე. პარაევა დაიძრა, ოდნავ წყლის ჭავლის მანქანა ოდნავ წინ გამოვიდა. პოლიციის კორდონით სწორედაც რომ აი ის ადამიანები, აი შავებში ჩაცმულები, რომლებიც არიან ფარების გარეშე. აი ისინი არიან, ვინც მიიღებენ დევნის ოპერაციაში მონაწილეობას, თუ დევნა იქნება. ნახოთ ამ ყველაფერს თქვენთან ერთად გავიგებ მეც, მივადევნოთ თვალი რა ხდება ამ დროისთვის მელიქიშვილის გამზირზე, ხედავთ რომ პოლიცია სრული შემადგენლობით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ვინც რუსთაველზე იყო მობილიზებული ამოვიდნენ და დაიძრნენ გავიდნენ პოლიციელები მოქალაქეებში კეკელიძის როგორც გითხარით კეკელიძის მხრიდანაც ჩამოვიდა საპოლიციო დანაყოფი აი ეს დანაყოფი დაიწყებს ალბათ დევნის ოპერაციას ესენი უფრო ახლოს არიან ასე ვთქვათ მომიტინგეებთან ანუ პოლიციამ ჩამოვიდა შემოვიდა როგორც მელიქიშვილის მხრიდან, ასევე ჩამოვიდნენ კეკელიძის ქუჩის მხრიდან, არ ვიცი რა ხდება ზემოთ ვაგის პარკის მხრიდან იქედანაც შეიძლება მოდიოდეს პოლიცია, რადგან არ ვიცი ამაზე მტკიცებით ფორმაში ვერ ვილაპარაკებ. ამ დროისთვის პოლიცია მობილიზებული არის კეკელიძის კუთხეში. აი პოლიციის ეს დანაყოფი სავარაუდოდ თუ დაიწყება დევნის ოპერაცია სწორედ ეს შემადგენლობა განახორციელებს თუ ასეთი იქნება ჯერჯერობით ელოდებიან ალბათ ცეცხლის ჩაქრობას შემდეგ უკვე გადაავლენ მოქმედებაზე რადგან ასე არიან მობილიზებული და ამ ორი მხრიდან რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ სავარაუდოდ აი ამ ცეცხლის ჩაქრობის და აქ არსებული სიტუაციის განეიტრალების შემდეგ უნდა ველოდოთ დაკავების ოპერაციას ოდნავ წინ წამოვიდა წყლის ჭავლის მანქანა და მათ მოყვება პოლიციის ის შემადგენლობა რომელიც ამოყვა ამ ავტომანქანებს ქვედა მხრიდან სავარაუდოდ რუსთაველის გამზირიდან მოკლედ მოქალაქეები მიუხედავად იმისა რომ მას ესმით გაფრთხილების დრო დაიშალონ და ალბათ გრძნობენ კიდეც რომ ახლა მათი დევნა დარბევა დაიწყება თუ არ ხსდები არ გაშლილან კი არა ნამდვილად ისინი დგანან ახლა მეორე კორპუსთან უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან ალბათ უფრო ზემოთ სიღრმეში ავიდნენ ისინი ჭავჭავაძის გამზირზე ნახოთ რა მოხდება ზედა მხარეს არიან ისინი ზედა მხარეს გადაინაცვლეს აცდნენ მეორე კორპუსსაც იმიტომ რომ მოსალოდნელია რომ ამ ყოველთვის შემდეგ მათი დევნა დაკავების ოპერაცია დაიწყება და შესაბამისად ცდილობენ ისინი გაიზარდოს დისტანცია მათსა და ზემოდანაც პოლიცია მოდის ზემოდანაც პოლიცია მოდის სრულ ალყაში არიან მოქცეული მომიტინგეები ზემოდან უფრო დიდი შემადგენლობით მოდიან პოლიციელები საწავიდან აქციის მონაწილეები ამ მომენტისთვის არ ვიცი ისინი სავარაუდოდ შევიდოდნენ პირველი კორპუსის ეზოში იმიტომ რომ მე აქ მომიტინგეებს ვეღარ ხედავ მხოლოდ პოლიციელებს სად არიან ამ დროისთვის აქციის მონაწილეები არ ვიცი, ამ დროისთვის პოლიცია არის შემოსული, როგორც ვივარაუდე, სოფო და ვთქვი, რომ მათ ყველა გზა გახსნილი ჰქონდათ და არ გამოვრიცხეთ, რომ ყველა მხრიდან შემოვიდოდნენ, ნამდვილად შემოვიდნენ ისინი ყველა მხრიდან. ახლა თქვენ ხედავთ პოლიციას, რომელიც ჩამოდის ვაკის პარკის მხრიდან. თქვენ გაჩვენეთ ასევე პოლიციელები, რომლებიც მოვიდნენ კეკელიძის ქუჩიდან და ასევე საპოლიციო შემადგენლობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წყლის ჭავლის მტყორცნელი მანქანებით ამოვიდა უკვე რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე. ეს კარი დაკეტილია უნივერსიტეტის კორპუსის აქ აქციის მონაწილეები ვერ შევიდოდნენ თუ ვიფიქრებთ რომ ისინი პირველი კორპუსის ეზოში არიან მოკლედ საკმაოდ
დიდი შემადგენლობა არის წარმოდგენილი ახლა ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციელებისა. თვითონაც დაბნეულები ჩანან ეძებენ, ხომ როგორც ხვდები, იმიტომ რომ ალყაკი გააკეთეს, მაგრამ ის ბავშვები არ დახვდათ. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ქვედა მხარეს, როდესაც ქვედა მხარეს ვიყავი და დავიწყე პირდაპირ ჩართვა, აი აქ ცეცხლი იდგა, ცეცხლის შაქრობა რო დაიწყეს. ყვამლი დადგა და ხილვადობა აღარ იყო, ვერ ხედავდი რა ხდებოდა ჭავჭავაძეზე და სად გაქრნენ ეს ადამიანები სოფო? სიმართლე გითხრა, არ ვიცი. შესაძლოა ზედა ქუჩებში არიან გაფანტულები ზემოთ. არ ვიცი ზუსტად აი კიდევ ვცდილობ რომ აი პირველი კორპუსის ეზოში შევიხედო ეჭვმეპარება იმიტომ რომ ძალიან ახლოს დგას უნივერსიტეტის აი ამ შესასვლელთან საპოლიციო დანაყოფი შესაბამისად აქ არ ვიცი ისინი შევიდნენ თუ არა თუმცა სად არიან ნამდვილად არ ვიცი სავარაუდოდ ზედა ქუჩებზე იქნებიან გაფანტულები იმიტომ რომ აქვე იგრძნობოდა რომ ელოდებოდნენ რომ მოვიდოდნენ პოლიციელები და ნუ გარკვეულად იგრძნობოდა შიშის იმიტომ რომ იციან როგორი დაუნდობელია ხოლმე პოლიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მათ მიმართ. შევიხედოთ პირველი კორპუსის ეზოშიც აქაც ნამდვილად არავინ ჩანს კი როგორც ჩანს მას შემდეგ რაც გამოჩნდა ასე ვთქვათ პოლიცია შესაძლოა ისინი ზედა ქუჩებზე გაიქცნენ იმიტომ რომ მათ დაუკეტეს ხო გასასვლელი ანუ კიდევ ერთხელ რო გავიმეოროთ ამოვიდნენ მელიქიშვილიდან ჩამოვიდნენ კეკელიძიდან და ჩამოვიდნენ ჭავჭავაძისდან ვაკის პარკის მხრიდან ანუ ყველა მხრიდან აქციის მონაწილეები მოექცნენ ასე ვთქვათ ალყაში თუმცა ისინი სად არიან ახლა არ ვიცი ნამდვილად არ გამოურიცხავ რომ გაიფანტნენ ზედა ქუჩებზე ავიდნენ წამოზაქრო ავიდეთ რომ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება შევძლოთ და მოვუყვეთ ფორმულას მაყურებელს ხო საპატრულო პოლიცია კრიმინალური პოლიცია უბრალოდ ამ მომენტისთვის აქ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ის აი ქვემოთ ვინც დგანან აი წყლის ჭავლის მანქანასთან ეს უკვე კრიმინალურ პოლიციის თანამშრომლებს უყურებთ ახლა თქვენ კადრში შესაძლოა ესენი არ იყვნენ მაგრამ სხვა შემადგენლობა იყო გუშინ დილითაც ჭავჭავაძის გამზირზე აი ავიდეთ ზედა მხარეს გადავუჭრათ ჭავჭავაძე და ხო რამდენიმე ადამიანი აქციის რამდენიმე მონაწილეს კი ვხედავ ახლა აქ აი გოგონას მაგალითად ну სავარაუდოდ ხო აი მას შემდეგ რაც დაინახეს პოლიციელები რაც გამოჩნდა როგორც ჩანს ეს ადამიანები გაიფანტნენ სხვადასხვა მეორე ხარისხოვან ქუჩებზე და ასე შეეცდებიან რომ თავი დააღწიონ პოლიციას და არ მოხდეს მათი დაკავება გამომდინარე იქედან რომ ჩვენ ისინი არ გავხადოთ სამიზნეები პოლიციისთვის ახლა მე ამ ქუჩაზე არ ავირბენ რომ ზუსტად გიჩვენოთ ისინი სად გადაადგილდებიან იმიტომ რომ ვიცი რომ ამით საშუალებას მივცემთ თავად სამართალდამცველებს თუმცა გადაწყვეტილი აქვთ დევნა ინფორმაციას ნამდვილად ვერ მივაწვდი ისინი სად არიან სავარაუდოდ ზედა ქუჩებით ისინი გაიფანტნენ და გაერიდნენ ასე ვთქვათ პოლიციას და პოლიციის იმ აგრესიას რასაც 5 ღამეა საკუთარ ტყავზე იტანენ. უბრალოდ იმდენი არიან ისინი ჭავჭავაძის გამზირზე ახლა. ახლა ჭავჭავაძის გამზირი სოფო გადავსებულია. სავსე არის პოლიციით და რაღაც პარადოქსული მომენტი ანუ მოვიდნენ აქციის დასაშლელად და აქციის მონაწილეები უცებ აორთქლდნენ. ანუ ის ჩანაფიქრი და ის გეგმა რომ მოდი დღეს უფრო ნაკლებმა ნაკლები ადამიანი დაგვაკავონ როგორც ჩანს მუშაობს ნახეთ თუ დავაკვირდებით აი თავად პოლიციაც ცოტა გაურკვევლობაშია ვერ არკვევს რა გააკეთებს